ძვირფასო კოლეგებო, როგორც თქვენ იცით, სინუსური ტახიკარდიის, არახშირი ვენტრიკულური ექსტრასისტოლიის და მოციმციმე არითმიის პაროქსიმზული ფორმის მკურნალობა საწყის ეტაპზე შესაძლებელია ბეტა-ბლოკერების საშუალებით. ეს პრეპარატები კარგად არის შესწავლილი და არ საჭიროებს პაციენტის მდგომარეობის ყურადღებით მონიტორინგს, მაგრამ გარკვეულ მომენტში, როდესაც დაავადება პროგრესირებს, ისინი აღარ არიან საკმარისად ეფექტური და საჭიროა ანტიარითმიული თერაპიის კორექცია. რა თქმა უნდა, არსებობს ძლიერი, თუმცა ორგანოტოქსიური პრეპარატი ამეოდარონი, რომელიც გამოიყენება ორგანული გულის პათოლოგიის არსებობის შემთხვევაში. მაგრამ მისი ხანგრძლივი მიღება შეზღუდულია მრავალი გვერდითი ეფექტის გამო. თუ თქვენს პაციენტს არ აქვს ორგანული გულის პათოლოგია, მაგრამ აქვს არტერიული ჰიპერტენზია, მარცხენა პარკუჩის ჰიპერტროფიის გარეშე, მაშინ თამამად შეიძლება განიხილოთ პირველი C კლასის პრეპარატების დანიშვნა, კერძოდ ეტაციზინის. ეტაციზინის უპირატესობებია სწრაფი და მკვეთრად გამოხატული ეფექტის მიღწევა. გულის შეკუმშვის სიხშირეზე გავლენის არქონა და ინტერვალის გახანგრძლივების არ არსებობა. პრეპარატი გამოიყენება დამოუკიდებლად საკვების მიღებისგან და ხანგრძლივი გამოყენებისას არ აკუმულირდება ორგანიზმში. კლინიკური მოვლენები, სადაც ეტაციზინი წარმოადგენს პირველ არჩევანს. პირველი, რიტმის კონტროლის სტრატეგია, რომელიც გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც აქვთ ფიბრილაცია და არაორგანული პათოლოგია სიმპტომური არითმიის დროს, მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არტერიული ჰიპერტენზია და ვაგუსის მომატებული ტონუსი. მეორე, რიტმის კონტროლის სტრატეგია, რომელიც გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც აქვთ წინაგულების ფიბრილაცია, ტაქიარითმია და მოციმციმე არითმია, ანუ მაკრორეენტრი არითმია. მესამე, როგორც სიმპტომური ვენტრიკულური ექსტრასისტოლიის მკურნალობის ვარიანტი, როდესაც არ არის გულის ორგანული პათოლოგია. ეტაციზინი შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც დამოუკიდებელი პრეპარატი, ასევე ბეტა-ბლოკერებთან კომბინაციაში, რაც აძლიერებს ეფექტს. ამიტომ, კვლევაში, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ წინაგულების ფიბრილაცია და მაღალი რისკი კარდიოვერსიის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ უკუჩვენებების არ არსებობის დროს, ეტაციზინი ბეტა-ბლოკერებთან ერთად შეიძლება იყოს ეფექტური ალტერნატივა ამიოდარონის ნაცვლად, რომლის მიღება დაკავშირებულია არასასურველი მოვლენების განვითარებასთან, განსაკუთრებით ექსტრაკარდიალურად.